ახლა კი ჩვენი თემა, ეს არის ფერის ფსიქოლოგია და სულ რამდენიმე წუთი დაველოდოთ, სანამ შეგროვდებით, ვინც უკვე აქ ხართ, პირველ რიგში რამდენად კარგად ისმის, რამდენად კარგად ჩანს და რამდენად აქტუალურია თქვენთვის ეს საკითხი, ფერის ფსიქოლოგია. რამდენად აქცევთ ყურადღებას ფერს თქვენს ცხოვრებაში, ინტერიერში, რამდენად მნიშვნელოვანია ფერი, რა გავლენას ახდენს თქვენზე, რა დამოკიდებულება არის ფერთან მიმართებაში და თანამედროვე ფსიქოთერაპიაში, არტ-თერაპიაში როგორ განიხილავენ ფერს. ამ ყველაფერზე ვისაუბრებ დღეს და რა თქმა უნდა თქვენს კითხვებზე და თქვენს ჩართულობაზეც არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად გრძელი და ვრცელი ლაივი გამოგვივა. მაშ ასე დავიწყოთ ფერზე საუბარი, სანამ უშუალოდ ფერზე გადავალ, გეტყვით, რომ ფერი ეს არის გარემოს ემოცია, გარემოს ემოციური მდგომარეობა და თუ ფერები გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან, გარემო გახდება შავ-თეთრი, უფერული და ძალიან სადა, ერთფეროვანი და შესაბამისად დაიკარგება ყველა ის ემოცია, ყველა ის ენერგია, რომელიც გვაძლევს ცხოვრებაში მოძრაობის და მოქმედების იმპულს და სტიმულს. შესაბამისად, ფერი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, ფერი ეს არის ზოგადად გამოხატულება სხვადასხვა ემოციური მდგომარეობის და დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ, თუ ვთქვათ, რა ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება ესა თუ ის ფერი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ლუშერი უნდა ვახსენოთ ამ თემასთან მიმართებაში. ლუშერის ფერითი ტესტი არის ძალიან ცნობილი ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა ფსიქოემოციური მდგომარეობა აქვს ადამიანს, როგორი ხასიათის სტრუქტურა აქვს და ამას ყველაფერს ჩვენ ვახდენთ მხოლოდ და მხოლოდ ფერების მიმართ პრიორიტეტის მიხედვით. შესაბამისად, რომელ ფერს ირჩევს ადამიანი პირველს, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე და სულ 8 ბარათია ფერის ბარათი ამ ლუშერის ტესტში. ამის მიხედვით ჩვენ განსაზღვრავთ, თუ რამდენად როგორია ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა. ეს რაც შეეხება ლუშერის ფერით ტესტს. შესაბამისად, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, დიდწილად ლუშერის კვლევების შედეგია, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ფერის მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა იყოს შეფასებული და ეს არის რეალური კრიტერიუმი პროფესიონალიზმის, სპეციალისტის პროფესიონალიზმი განისაზღვრება ზუსტად იმით, თუ რამდენად ინდივიდუალურად უდგება და არ ეყრდნობა იმ საყოველთაოდ ცნობილ სქემებს. ამ სქემების ცოდნა, რა თქმა უნდა, სპეციალისტის პლუსია, თუმცა თუ მას არ აქვს უნარი ინდივიდუალურად მიუდგეს ყველა ადამიანს, საკმაოდ შაბლონური იქნება მისი მკურნალობა, მისი თერაპია და ეს უკვე წინა საუკუნის საკითხია, თანამედროვე ფსიქოთერაპია ბევრად უფრო მოქნილი და პიროვნებაზე ორიენტირებულია. შესაბამისად, დავიწყოთ წითელი ფერით, რომელიც არის ჩვენს პალიტრაში ყველაზე გრძელი ტალღის მქონე ფერი. შესაბამისად, წითელი საკმაოდ ძლიერი ფერია. როდესაც უყურებთ წითელს, დააკვირდით რა ენერგიას აჩენს სხეულში. ეს არის შინაგანი რაღაცნაირი მობილიზება, დაძაბულობა, მზაობა მოქმედების და შესაბამისად, წითელი ეს არის ენერგიის და აქტივობის ფერი. როდესაც ადამიანი ირჩევს წითელს, მას შეიძლება აქვს და გამოხატავს საკუთარ აქტიურ პოზიციას, ან პირიქით მას სჭირდება მეტი ენერგია აქტიურობისთვის და ასეთ შემთხვევაშიც ადამიანი გამოიყენებს ან აირჩევს წითელ ფერს. განსხვავება იმაშია, რომ კომპენსატორულად არჩეული ფერი ავსებს იმ დეფიციტს, რომელიც არის ადამიანის ცხოვრებაში ან ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაში აქ და ამჟამად, ხოლო კომპლიმენტარული გამოხატავს იმას, თუ რა აქვს ადამიანს რეალურად აქ და ამჟამად.
წითელი ფერი გვაძლევს აქტივაციის ენერგიას და ასევე წითელი ფერი არის სიმყარის, მყარად დგომის და სიძლიერის ფერი. თუმცა შემხვედრია ადამიანები, ვისთვისაც წითელი სიმშვიდის ფერი იყო და აქედან გამომდინარე კვლავ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ინდივიდუალური დამოკიდებულება ფერის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგი ფერი, ეს არის ყვითელი ფერი. ყვითელი ფერი ასოცირდება პირველ რიგში მზესთან, მზის სხივებთან, მზის ენერგიასთან და რაც უფრო აქტიურად იყენებს ადამიანი ყვითელს თავის ცხოვრებაში, მით უფრო მეტი მზის სითბო, სიყვარული, მზის გარკვეული რბილი და თბილი ენერგია აქვს, ან ჭირდება მას მოქმედებისთვის. ყვითელი ბევრად უფრო რბილია ვიდრე წითელი, თუმცა ასევე აქტივაციის ფერია. ის ადამიანში აქტიურებს სხვადასხვა პროცესს, ფიზიოლოგიურ პროცესებსაც კი და როდესაც ნარინჯისფერს განვიხილავთ, მერე გეტყვით სამი ფერი, წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი, როგორ მოქმედებს ჩვენს ფიზიოლოგიაზე. შესაბამისად, ყვითელს ადამიანი იყენებს მაშინ, როდესაც მას სჭირდება ბევრად უფრო რბილი, მაგრამ აქტიური ენერგია მოქმედებისთვის. და როგორც უკვე ვთქვი, ნარინჯისფერი არის წითელი და ყვითელი ფერის წითელი და ყვითელი ფერის შერევის შედეგი და რაც უფრო მეტია ნარინჯისფერში წითელი, მით უფრო მეტია აქტიური და დაჟინებული ენერგია, რაც უფრო მეტია ყვითელი, მით უფრო მეტი არის სითბო და სირბილე, თუმცა ორივე შემთხვევაში ნარინჯისფერი არის პოზიტიური, ოპტიმისტური ადამიანების ფერი. და ნარინჯის ფერი გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანს სჭირდება ესეთი მოქნილობა ზეწოლას და დათმობას შორის, როდესაც რაღაც მომენტებში უნდა მიაწვეს საკუთარ მაგალითად აზრს, საკუთარ პოზიციას და რაღაც მომენტებში მას შეუძლია, უნდა შეეძლოს ყოველ შემთხვევაში, რომ დათმოს. ნარინჯისფერი არის პოზიტიური ფერი, რომელსაც არ გააჩნია ცივი ვარიაცია. ერთი მხრიდან აქვს წითელი, მეორე მხრიდან ყვითელი. სამივე ეს ფერი ფიზიოლოგიაზე მოქმედებს მატონიზირებელად, რაც უფრო მეტია წითელი, მით უფრო ძლიერია ეს ეფექტი, რაც უფრო მეტია ყვითელი, მით უფრო რბილია, მაგრამ სამივე ფერი აჩქარებს გულისცემას და შესაბამისად პულს. სამივე ეს ფერი აღრმავებს და აძლიერებს სუნთქვას და სამივე ეს ფერი ზრდის მადას. შესაბამისად, ასეთი ფერების გამოყენება საძინებლებში და იმ ადგილებში, სადაც ადამიანი უნდა რელაქსირდეს, არ არის მიზანშეწონილი, თუმცა ადგილებში, სადაც ადამიანები საკვებს მიირთმევენ, მაგალითად სამზარეულო, ან კაფე, ან სასადილო ოთახი, პირიქით დადებით ეფექტს მოიტანს და ადამიანებში უფრო მეტ მადას შექმნის შესაბამისად ადამიანი უფრო მადიანად მიირთმევს იმ საკვებს, რომელიც იქნება აი ესეთ გარემოში მისთვის მიწოდებული. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია მადასთან დაკავშირებით თქვა, რომ მწვანე ფერი აუცილებელია ამ სამ ფერთან შეხამებაში და ის კიდევ უფრო აძლიერებს მადის აღმძვრელ თვისებებს ამ სამი ფერის და როდესაც გამოყენებულია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და მწვანე, ფიზიოლოგიურად მადა საკმაოდ მაღალია და ამას ხშირად იყენებენ მარკეტინგში, როდესაც უნდათ რომ უფრო მეტი გაყიდონ, უფრო მეტი საკვები გაიყიდოს, უფრო მადის აღმძვრელ შეფუთვებს ან გარემოს თავაზობენ მომხმარებელს. მწვანე ფერზე გადავედი რაღაცნაირად, მწვანე არის ლურჯის და ყვითელის შეხამების შედეგად მიღებული ფერი. თუ შეურევთ მწვანეს, თუ შეურევთ ყვითელს და
ლურჯს, მივიღებთ მწვანეს, იმისთვის რომ მივიღოთ ღია მწვანე, ბალახისფერი, მეტი ყვითელი უნდა შევურიოთ, ხოლო ესეთი ღრმა ბოთლისფერი, მეტი ლურჯი. აქედან გამომდინარე, მოყვითალო სალათისფერი მწვანე ასოცირდება სიცოცხლესთან, ხალისთან, გაზაფხულთან და ენერგიასთან, რომელიც მზის სითბოს ენერგიას ატარებს და ასევე აქტიურებს ადამიანს, ხოლო უფრო მეტი ლურჯის მქონე მწვანე ფერი კი პირიქით სიღრმეს აძლევს და ადამიანი ხდება ერთგვარი ესეთი გაწონასწორებული, დინჯი, ღრმა, ორივე შემთხვევაში მწვანე მაღალ თვითშეფასებასთან ასოცირდება, მოთხოვნასთან რომ ეს თვითშეფასება მისი აღიაროს საზოგადოებამ, თუმცა როგორ აკეთებს ამას, აი მრბილი ყვითელი ენერგიით თუ პირიქით აი ღრმა ლურჯი ენერგიით, ეგ უკვე დამოკიდებულია იმ მწვანეზე, რომელსაც იყენებს ადამიანი საკუთარ ინტერიერში, ეს შეიძლება იყოს ჩაცმულობა, ეს შეიძლება იყოს ნახატები, თუ კი ჩვენ არტ-თერაპიაზე ვსაუბრობთ და სხვა. შემდეგი ფერი, ეს არის ყავისფერი, ძალიან მნიშვნელოვანი ფერია და მწვანესთან შეხამებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყავისფერი ბუნებაში არის ყველაფერი ის, რაც სიმყარესთან, სტაბილურობასთან, სიმტკიცესთან ასოცირდება. შესაბამისად, ყავისფერი გვაძლევს სიმყარის, სიმტკიცის და მიწის ენერგიის განცდას. საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ყავისფერს უარყოფენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან კრეატიულები, რომლებიც თვლიან, რომ არიან რაღაც არაორდინალურები და ამავდროულად ძალიან აქტიურად იყენებენ ყავისფერს ადამიანები, რომლებსაც ისტორიაში აქვთ საცხოვრებელი ადგილის დაკარგვის გამოცდილება. ლტოლვილები მაგალითად ძალიან აქტიურად იყენებენ ყავისფერს კომპენსატორულად ერთგვარ სტაბილურობით, ერთგვარი სიმტკიცით ავსებენ საკუთარ ცხოვრებას და განსაკუთრებით იმ ტრავმულ მომენტს, როდესაც დაკარგეს სიმყარე და სტაბილურობა. შემდეგი ფერი არის ლურჯი, ლურჯი ფერი ღრმა ფერია, საკმაოდ ცისფერი ცალკე განიხილება და ლურჯი განიხილება როგორც სიბრძნის, ქვეცნობიერის, საიდუმლოებების ფერი, მუქი ლურჯი ფერი არის ქვეცნობიერის ფერი. ხოლო ცისფერი ეს არის ლურჯი, რომელსაც თეთრი დაუმატეს. ამ შემთხვევაში თეთრი ფერი არბილებს ლურჯის სიღრმეს და მატებს მას სიმშვიდეს. დავაკვირდეთ, რა არის ბუნებაში ღია ცისფერი. ეს არის მშვიდი ზღვა, მშვიდი ცა და როდესაც ჩვენ არქეტიპულად ამ ფერს ვაკვირდებოდით, ჩვენ ხედავდით, რომ ყველაფერი მშვიდად არის. არც შტორმი, არც ქარიშხალი, არც უამინდობა არ გვემუქრება და აქედან გამომდინარე ცისფერი დაკავშირდა სიმშვიდესთან. შემდეგი ფერი, ეს არის იისფერი, იისფერი არის სიბრძნის, გარკვეული ჯადოსნურობის, საიდუმლოებების ფერი, უფრო ღრმა არის ვიდრე ლურჯი, მასში უფრო მეტი სულიერებაა და იისფერს თუ დავაკვირდებით, ძალიან ხშირად ზღაპრებში, ჯადოქრებს, ბრძენებს აცვიათ ესეთი იისფერი ან მუქი ლურჯი ხალათი, რაც ერთგვარი სიმბოლოა მათი სიბრძნის და აი ღრმა ცოდნის, რომელსაც ატარებენ. აქედან გამომდინარე, იისფერი არის ჯადოსნურობის ფერი, იისფერს ვღებულობთ ლურჯის და წითლის შეზავებით. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტია წითელი, მით უფრო ყოჩივარდის ფერისკენ მიდის ჩვენი იისფერი, რაც უფრო მეტია ლურჯი, მით უფრო მელნისფერი ხდება, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს არის იდუმალების და ჯადოსნურობის ფერი, რაც უფრო მეტია წითელი, მით უფრო ენერგიულია და რაც უფრო მეტია ლურჯი, მით უფრო ღრმა და იდუმალია.
გადავიდეთ შემდეგ ფერზე. თეთრი ვახსენე ცოტა ხნის წინ, როდესაც ცის ფერზე ვსაუბრობდი. თეთრი არის სიწმინდის და სისუფთავის ფერი. ძალიან ხშირად ჩვენი კლიენტები იყენებენ თეთრ ფერს, მაშინ როდესაც უნდათ სულიერების ან შინაგანი ესეთი საკუთარ მეობასთან, თვითობასთან კავშირის გამოხატვა. რატომ? იმიტომ რომ თეთრი ფერი თითქოს არ არის ფერი, მაგრამ ამავდროულად ყველა ფერს ატარებს თეთრი სხივი, რომელიც ტყდება პრიზმაში, გვაძლევს სპექტრს. შესაბამისად, თეთრში ყველაფერი არის, თავარია სწორად იყოს აღქმული და სწორად იყოს დანახული. შესაბამისად, თეთრი ეს არის ფერი, რომელიც ძალიან დიდ სულიერ ენერგიას ატარებს და თუ კი თეთრი, ანუ სინათლე გაქრება ყველაფერი და სიშავე გაჩნდება სამყაროში, ანუ აღარ იქნება არაფერი, ვერ დავინახავთ ვერაფერს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ნივთებს, იმიტომ რომ ის სინათლე, რომელიც მათ ეცემათ, ირეკლება მათი ზედაპირიდან, ირეკლება გარკვეული სიგრძის ტალღით და ზუსტად ამ სიგრძის მიხედვით ჩვენ ვხედავთ რა ფერი, რა ტონალობა არის ესა თუ ის ნივთი თუ ობიექტი. შესაბამისად, თეთრი არის უმნიშვნელოვანესი ფერი ჩვენს პალიტრაში. ვარდისფერი ასევე ხშირად აინტერესებთ ხოლმე და ვარდისფერი ეს არის წითელი, რომელსაც თეთრი დაემატა. ეს არის სინაზის, სისუსტის, მომწიფებელი ქალურობის ფერი. აქედან გამომდინარე, ვარდისფერი შეიძლება იყოს უფრო ინფანტილური სიყვარულის, ესეთი შეყვარებულობის ფერი, რომელსაც ჯერ ვნება არ აქვს, ანუ ვნება არის შერბილებული სულიერი ასპექტებით. მე მგონი ყველაფერს შევეხე შავის გარდა. შავი არის დესტრუქციულობის, დეპრესიის, ნგრევის ფერი, თუმცა ამასთან ერთად შეიძლება იყოს სიძლიერის, სიმყარის და ელეგანტურობის ფერი. გააჩნია თვითონ ადამიანი ინდივიდუალურად რა თვისებებს მიანიჭებს შავ ფერს. ოქროსფერი სიმდიდრესთან ასოცირდება და ზოგჯერ მესჩანურ დამოკიდებულებასთან, სადაც ძალიან ბევრი ოქროსფერი დეტალი და ელემენტია. თუმცა კარგად გამოყენებული ოქროსფერი ხაზს უსვამს იმ რეალურ ფასეულობებს, იმ რეალურ სიმდიდრეს, რომელიც შეიძლება იყოს ინტერიერში, ჩაცმულობაში, ან ნახატში, ან ქვეცნობიერში. გააჩნია როგორ და სად ხდება ამ ფერის გამოყენება. შესაბამისად, ვთვლი რომ ძირითადი ფერები ჩამოვთვალე. თუ გაქვთ რომელიმე შეკითხვა, რომელიმე კონკრეტული ფერი გაინტერესებთ, დაწერეთ კომენტარში, სანამ აქ ვართ და გიპასუხებთ აუცილებლად და ასევე გეტყვით, რომ ძალიან მალე დაიწყება ჩვენი არტ-თერაპიის 3-თვიანი კურსი, რომელიც მაისის პირველ რიცხვებში უკვე აიღებს სტარტს. ჯგუფი ნაწილობრივ დაკომპლექტებულია და შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს სურვილი შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდით, მოგწერეთ და გადაგიყვანთ ჩვენს ჯგუფში, სადაც 3 თვის განმავლობაში არტ-თერაპიას შევისწავლით და გვექნება მთელი 1 კვირა ფერთან მუშაობის, ფერის გამოკვლევის, ინდივიდუალური პალიტრის შექმნის ტექნიკები გექნებათ, ფერის გამოყენება არტ-თერაპიაში და ფერზე მუშაობა არტ-თერაპიაში საკმაოდ საინტერესო და ღრმა პროცესები გელით. თუმცა ეს მხოლოდ ერთი დეტალია, ყველაფერი დანარჩენი უკვე ჩვენ სილაბუსში არის აღწერილი და შეგიძლიათ მოგწეროთ და მიიღოთ სრული ინფორმაცია იმ ჩვენს კურსთან დაკავშირებით, რომელიც მაისში დაიწყება. გარდა ამისა, გვაქვს არტ-თერაპიული ხანმოკლე შეხვედრები, თერაპიული კუთხით და გვაქვს ექსპრესიული არტის შეხვედრები და ნეიროგრაფიკა. არტით დაინტერესების შემთხვევაში მოგწერეთ და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას დღეს კი გემშვიდობებით და შემდეგ 4 შაბათს დილის 11 საათზე
გელოდებით და ერთად ვისაუბრობთ აქტუალურ საკითხებზე ჩვენს პირდაპირ ეთერში. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.